მკურნალი. რადიო პალიტრა, ჟურნალი ოჯახის მკურნალი და მკურნალი ჯი წარმოგიდგენთ გადაცემას მკურნალი. გვისმინე ყოველ ოთხშაბათს 16 საათსა და 10 წუთზე. მოგწერე და იყავი ჯანმრთელი. რადიო მკურნალი, თქვენი ჯანსაღი ცხოვრებისთვის. გადაცემა მკურნალის სპონსორია ესენციალე ფორტე N. გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. მოგესალმებით ბატონებო, ეთერშია რადიო მკურნალი და მე გადაცემის სამყარო ექიმი ზურაბ ვარაზი. მეტყველება არის თავის ტვინის ფუნქცია, მეტყველება ახასიათებს მარტო ადამიანებს, განაწერებული მეტყველება. მეტყველების საშუალებით ჩვენ ვცვლით ინფორმაციებს, ეს არის კომუნიკაციის უნიკალური ურთიერთობები და ძალიან საინტერესო საშუალება. მაგრამ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ადამიანებს უჩნდებათ მეტყველების დეფექტი. და ეს დეფექტი ხელს უშლის მას ცხოვრებაში, აკომპლექსებს ზოგჯერ და სხვა გართულებებსაც იწვევს ხოლმე. აი ამ საინტერესო თემაზე სასაუბროთ დღეს ჩვენ სტუდიაში მოვიწვიეთ მეტყველების განვითარების და კორექციის ცენტრის ლოგომედის დამფუძნებელი ექიმი ეკატერინე ჭავჭავაძე. მოგესალმებით, ქალბატონო. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელს. როგორც შესავალში ვთქვით, გადაცემა პირდაპირ ეთერშია და თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ ტელეფონზე 2-37-103-9, 2-38-103-9. ვსაუბრობთ მეტყველების პრობლემებზე და შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში დავურეკოთ და შეკითხვები დავუსვათ ექიმ ეკატერინე ჭავჭავაძეს. ბავშვი მეტყველებას პრაქტიკულად მეტყველების პროცესი იწყება დაბადებიდანვე, მაგრამ ეს სმენით აღიქვამს ადამიანი ბგერებს, იმახსოვრებს, მშობლიური ენა, რა ენაზეც ელაპარაკებიან და შემდგომ გარკვეული რაღაც ხნის მერე იწყებს დანაწევრებულ მეტყველებას. და ალბათ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ვასწავლეთ ბავშვს პირველად მეტყველებას. იმიტომ რომ ზოგჯერ შეგნებულად გადაბრუნებულად მახინჯურად ასწავლიან ბავშვებს და ამას ბავშვი იმახსოვრებს და მერე ახდენს ამ ცხოვრებაში კორექციას. ატა, აჩუა, რაღაც ესეთი სიტყვები გამოგონილი, ვითომ მოგწონს, რომ ბავშვი ბავშვურად ლაპარაკობს, მაგრამ მე მგონი ჯობია რომ ბავშვი თავიდანვე სალიტერატურო ენაზე ვისაუბროთ. როგორია თქვენი აზრი? როგორც აბსოლუტურად გეთანხმებით. ბავშვი ზუსტად ისე იწყებს მეტყველებას, როგორი მეტყველებაც მას დაბადებიდან ესმის. ანუ თუ გსურს რომ ჩვენმა შვილებმა სწორად, გამართულად, ლიტერატურულად გამართულად ისაუბრონ, აუცილებელია რომ მას ზუსტად ასე ვესაუბროთ ჩვენ. და არა მხოლოდ ჩვენ, ის იზრდებოდეს იმ გარემოში, ისეთ გარემოში, სადაც მას სწორი და გამართული მეტყველება ესმის. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია, ვიდრე მეტყველების ფუნქცია სრულად განვითარდება და ჩამოყალიბდება, ეს დაახლოებით 5-6 წლის ასაკია. ამ დრომდე მას ერთი ენა ესმოდეს მხოლოდ, ანუ მისი მეტყველების ფუნქცია განვითარდეს მყარად ერთ ენაზე, ხოლო შემდეგ მოხდეს უკვე დაშენება მასზე სხვადასხვა უცხო ენების, რადგან მეტყველების ფუნქციის განვითარების პერიოდში, როდესაც ბავშვი რამდენიმე ენა ესმის, ესეც სერიოზულად აფერხებს ამ პროცესს და გარდა ამისა თავის ნეგატიურ კვალს ტოვებს მომავალში ძალიან ბევრი წლის განმავლობაში. მეც როგორც ექიმი გეთანხმებით, იცით, ადამიანი მეტყველებს აზროვნებს იმ ენაზე, რომელზეც იწყებს მეტყველებას. ეს აზროვნებაში რჩება, ეს დედაენად, იმიტომ ეწოდება და მთელი ცხოვრება რა ენაზეც არ უნდა ესმოდეს ლაპარაკი, თავში თარგმნის ადამიანი. და ამიტომ სანამდე კარგად არ არის დედაენა ათვისებული, ალბათ ჯობია რომ არ დაიჭვეთოს, იმიტომ რომ ბავშვი საშრობივით იშრობს, ყველა 10 ენა რო ასწავლო ერთად ისწავლის, მაგრამ ჯობია ეწოდეს თანმიმდევრულად და სწორად და კარგად მეტყველება. ეს დამტკიცებულიც არის, რომ როდესაც ბავშვი სრულფასოვნად მეტყველებს თავის მშობლიურ ენაზე, ის გაცილებით კარგად ითვისებს უკვე შემდეგ უცხო ენებსაც. ძალიან ბევრ მშობელს უთქვამს, რომ მათი შვილი ორ ენაზე და სამ ენაზე აზროვნებს, რაც მცდარი შეხედულებაა. თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ ადამიანი აზროვნებს ერთ ენაზე.
და ამიტომ ჯერ კიდევ იაკობ გოგებაშვილი ამბობდა, რომ ენა ეს არ არის სამოსი, რომლის გამოცვლაც უბნებლად არის შესაძლებელი. დედაენა ფესვს იდგავს ადამიანის სხეულში და მასზე უნდა დაშირდეს შემდგომ უკვე ყველაფერი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მცენარე ჩანასახიდანვე ისე განვითარდეს, როგორც საჭირო. რა თქმა უნდა, ჩვენ თუ გვინდა რომ შვილი პოლიგლოტი იყოს და რამდენიმე ენას კარგად ფლობდეს, ჩვენ უნდა ჯერ დედაენა ვასწავლოთ. აი ეს არის მნიშვნელოვანი. იმ ენაზე აღმოცენდება ყველა სხვა ენა. სხვათა შორის ვერ დავიწუნებთ ქართულ ენას, იმიტომ რომ უძველესი და საინტერესო და არაჩვეულებრივი გრამატიკის, ზმნის და საერთოდ მთლიანად ენობრივი სტრუქტურის მქონე ენა. ძალიან დახვეწილი ქართული ენაა. ამიტომ ჯობია რომ არნაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ დასაწყისშივე რაღაც გქონდეს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია დღეს მით უფრო, რომ ჩვენი შვილები თანამედროვე ყოფას მისდევდნენ ფეხდა არ ჩამორჩნენ, რომ მათ უცხოენებიც იცოდნენ და ფლობდნენ უცხოენას, მაგრამ აი ზუსტად უცხოენას რომ კარგად ფლობდნენ და ზოგადად როგორც პიროვნებანი იყვნენ სრულყოფილნი და ჩამოყალიბებულნი, ჯერ საკუთარ ენას უნდა ფლობდნენ ისე როგორც საჭიროა. როგორია საერთოდ ამ გარემოს როლი ბავშვის ენის განვითარებაზე? ხა საინტერესო ფენომენიც არის, ხა ქართულ ენაზე შეიძლება მეტყველებს უყველა საქართველოში, მაგრამ ვთქვათ იმერეთში გაზრდილი ბავშვი იმერულად უგცევს, ინტონაციას, მელოდიას აძლევს იმერულს, ასევე კუთხურ სიტყვებს ულევს. ანუ სამეგრელოში მეგრულად. აი ზუსტად გამოძახილია იმის, რომ ახალი ბავშვი კახურად. ეს არის საინტერესო, ზუსტად იწოვს და ასახავს იმას, რაც ესმის. ხო და ნუ რა ვიცი ჩვენ კიდეც გვეუბნეოდა ერთხელ უწმიდესი რომ თქვენ თუ გინდათ რომ გქონდეთ კარგი მეტყველება, თქვენ გრამატიკულად გამართული ქართული ტექსტი ხმამაღლა იკითხეთ, იმიტომ რომ მხედველობითი და სმენით მეხსიერებით ერთდროულად შედის ინფორმაცია და ჩვენი მეტყველება ამით უმჯობესდება. თქვენ რა სიტყვებით ამის? გარემოს როლი ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია. მეტყველების პროცესზე გავლენას ახდენს, როგორც ვთქვათ, მაკრო გარემო, ასე ვთქვათ, ზოგადად გლობალური გარემო, რასაც ეწოდება, ასევე მიკრო გარემო. ანუ ის გარემო, როგორც რეშიც ბავშვი ტრიალებს. ნუ ამ მხრივ მაინც იგულისხმება ის, რომ ბავშვი უნდა იზრდებოდეს ზოგადად ჯანსაღ გარემოში და შესაბამისად გარემო არასდროს გახდება მისთვის მავნე ფაქტორების შემცვლელი. ჩვენს მხრივ მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს დღეს, რაც ყველაზე მეტად აქტუალურია, არ მოხდეს ჭარბი დოზით ბავშვის მიჯაჭვულობა იგივე კომპიუტერთან, იგივე კომპიუტერულ მოწყობილობებთან, არ ესმოდეს მას დაახლოებით 2-დან 4 წლამდე დიდი საერთოდ არ უნდა ესმოდეს უცხო ენაზე გახმოვანებული მულტფილმები, ანუ იმ ენაზე, რომელიც მისთვის უცხოა. მნიშვნელოვანია, როდესაც ბავშვს ერთი მშობელი სხვა ენაზე ესაუბრება, მეორე სხვა ენაზე ესაუბრება, ეს ძირითადად შერეული ოჯახებისთვის არის დამახასიათებელი. ანუ უნდა მივცეთ მას იმის საშუალება, რომ კარგად მიხვდეს, შეიგრძნოს საკუთარი ენის კულტურა, მისი გრამატიკული შენება, რადგან შესაძლოა ბავშვი თანაბრად, ეს ჭალებში ვიტყვი, ფლობდეს ორ ენას, მაგრამ სინტაქსური აღრევები და აგრამატიზმი ყოველთვის იჩენს თავს ასეთ ბავშვებში, თუ მას მეტყველების განვითარების დროს არასწორად მიეწოდებოდა ეს ენები. თქვენ წარმოიდგინეთ საქართველოში და ქართულ გარემოში გაზრდილი ბავშვები, რომელსაც თქვა დედა რუსი ყავთ, ხშირად არის ხოლმე ბევრი სიტყვა, აი იგრძნობ, რომ რუსის გაზრდილია ბავშვი. კი, ეგ სასაუბრო კალკი, რასაც გვერდს დამახასიათებელია ყოველი ენისთვის. და მე ხა ჩვენ ხშირად მორცხობდით ხოლმე, როდესაც რუსეთის ფედერაციაში მივდიოდით, რომ ქართველები უხეშად ვლაპარაკობთ და ვერ გამოვთქვამთ რუსულად. არაფერიც არ არის ეს სასიცხლო. ქართველმა უნდა ელაპარაკოს ქართულად. ისე როგორც რუსული ვერ იტყვის ბაყაყი წყალში პეპინებს, ეს არის ჩვენი ენისთვის დამახასიათებელი და არაფერს აძრახისი ამაში არ არის. ადამიანი ლაპარაკობს, შეიძლება გრამატიკულად სწორად ელაპარაკო და კონდეს ცოტა აქცენტი, მე რა. ნამდვილად არაფერია ამაში დასაძრახი პირიქით, რაც მეტ პატივს ძემთ ჩვენს ენას განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ, მით უკეთესია. არის ხოლმე ზოგჯერ შემთხვევები, როდესაც ადამიანის მეტყველების განვითარება უფერ ხდება. აი ვატყობთ ბავშვს რაღაცა კარგად ვერ მეტყველებს, ან დაიგვიან, ან სხვა ბავშვები ამეტყველდნენ მისი ასაკის და აქ რაღაც შეფერხება მოხდა. ან ასევე სქესთანაც არ დამოკიდებული. ზოგჯერ გოგოები უფრო ადვილად ჭიქჭიქობენ და ბიჭები თან პირიქით არის ხოლმე ხანდახან და
რაზეა ეს მაინც დამოკიდებული? დიახ, ფიზიოლოგიურადაც ყოველთვის მეტყველების განვითარების ასაკობრივი ნორმები ითვალისწინებს ამ სქესობრივ განსხვავებასაც. ჩვეულებრივ გოგონებმა ნორმალური განვითარების შემთხვევაში უნდა დაიწყონ საუბარი სადღაც 11 თვის, 12 თვის ასაკში, ასე რომ ვთქვათ, ბიჭებისთვის დასაშვებია წელიწადი და 2 თვე დაახლოებით აი ეს ვადები. ანუ ბიჭები ფიზიოლოგიურადაც აგვიანებენ ამ მეტყველებას. მეტყველების ფუნქციის შემაფერხებელი სხვადასხვა მიზეზები არსებობს. არსებობს ეგრეთ წოდებული ორგანული და არაორგანული მიზეზები. ორგანულ მიზეზებს შორის ძირითადად იგულისხმება ის სერიოზული დაავადებები, რომელთა დამახასიათებელი ნიშნებია მეტყველების ფუნქციის შეფერხება. ეს ვრცელდება, ვთქვათ, სხვადასხვა ტიპის ცერებრული დამბლების შემთხვევაში, დაუნის სინდრომი, აუტიზმი და აუტისტური სპექტრის აშლილობები, სმენის დაქვეითებისთვის თავისთავად. დიახ, სხვადასხვა ტიპის გონებრივი ჩამორჩენისა, ფსიქომოტორული განვითარების შეფერხების, აი ყოველთვის აი ეს ჩემს მიერ ჩამოთვლილ მდგომარეობებს თან ახლავს მეტყველების ფუნქციის განუვითარებლობა. აი რაც შეეხება აუტიზმს და აუტისტური სპექტრის აშლილობებს, აქ მეტყველების ფუნქციის განუვითარებლობა ერთ-ერთი ყველაზე პირველი კლინიკური ნიშანიც კი არის. აი აქედან ჩდება ხოლმე ეჭვი, რომ ბავშვი აგვიანებს ამ მეტყველებას და რაღაცა ხომ არ არის აქ გამოსარკვევი, პრაქტიკულად აუტიზმი არის კომუნიკაციების სერიოზული პრობლემა, როცა ადამიანი უფრო ფსიქოემოციური წრის აშლილობაა ეს. და უჭირს მას კომუნიკაცია, შეიძლება არც უჭირს, მაგრამ არ სურს. ზოგჯერ არის ეგეთი დიახ, აი კლასიკური აუტიზმი, ბავშვთა აუტიზმის განმარტება რამდენიმე წლის წინათ ასეთიც იყო. თუმცა დღეს არიან ბავშვები ამ დიაგნოზით, რომლებიც ვერბალურები, ანუ მეტყველები არიან, თუმცა მათი მეტყველება ვერ დავარქმევთ, რომ ეს არის ჩვეულებრივი ისეთი მეტყველება, როგორც ვთქვათ, სხვა ბავშვები მეტყველებენ. რა თქმა უნდა, რომ იმეტყველოს ადამიანმა, უნდა იმეტყველოს და უნდა ივარჯიშოს. დიახ. აი აუტიზმი არიან ბავშვები ამ დიაგნოზით, რომლებიც მეტყველებენ, მაგრამ მათი მეტყველება რამდენადმე განსხვავდება დანარჩენი ბავშვების მეტყველებისგან. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეხლა ბოლო დროს არის ლაპარაკი, რომ გახშირდა ეს მეტყველების პრობლემები და დარღვევები და ეს არის დიაგნოსტიკის გაუმჯობესების და გამულინების გაუმჯობესების შედეგი თუ პირობები და შეიცვალა რაღაც ზედმეტად გადავტვირთეთ ბავშვები რაღაც ალბათ ორივე. რა თქმა უნდა, დიაგნოსტიკის დამსახურებაც არის ეს, ადრეული დიაგნოსტირება ხდება და გარდა ამისა, მშობლები დღეს გაცილებით მეტ ყურადღებას აქცევენ უკვე მეტყველების დარღვევებს, ვიდრე თუნდაც ეს 20 წლის წინათ ხდებოდა. თუმცა ამისგან დამოუკიდებლადაც საკმაოდ იმატა მეტყველების ნებისმიერი ტიპის დარღვევებმა. ეს სხვადასხვა მიზეზებით არის გამოწვეული, უპირველეს ყოვლისა მაინც არის ესეთი თუ ეს არ არის, რა თქმა უნდა, თანდაყოლილი სმენის პათოლოგიით პროვოცირებული, ანუ ბავშვს სმენის ფუნქცია შენარჩუნებული აქვს, ხშირად ეს არის მოუცლელობის შედეგი. გლობალურად ასე ხდება კომუნიკაციის დეფიციტი, მოუცლელობა, როდესაც მშობლები მუშაობენ, ბავშვი იზრდება ძიძასთან, რომელიც ნაკლებად კონტაქტობს მასთან სიტყვიერი გზით, ეს საკმაოდ ხშირად არის. ძიძასაც უყვართ ბავშვი კომპიუტერთან წყნარად. შვიდად ჩართული და თვითონ არ აქვს ბევრი საქმე ამიტომ. აი ამან საკმაოდ შეუწყო ხელი, ძიძასაც გააჩნია, არიან ძიძები, რომლებიც აქტიურად მოქმედებენ ამ მხრივ, თუმცა მაინც მშობელთან დაშორებამ, აი ეს რაც დღეს უკვე ძალიან ბევრი ჩვენგანის ოჯახშია. დიდი შეცდომაც ხდება ხშირად, უნდათ მოიყვანონ ძიძა და იგნორირებას უკეთებენ საკმაოდ ფიზიკურად შეძლებულ ბებიას და ბაბუას, რომელიც მაინც ოჯახის წევრია. ბებიას არ უტოვებენ და ხა ბებია რომ ძიძას ჯობია ეს ფაქტია. ბავშვისთვისაც, ბავშვის ცნობს ამას. ეს რაღაც ბიოლოგიური კავშირი სხვა არის ამ შემთხვევაში, რაც თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში ტელეფონზე 229 218 და საუბრობთ ჩვენ მეტყველების პრობლემებზე და შეგიძლიათ ჩვენს სტუმარს ქაბატონ მეკა ჭავჭავაძეს დაელაპარაკოთ და დავუსვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები. ხშირად არის ხოლმე შემთხვევა, როდესაც რაღაც ელდა, ძლიერი შიში, სტრესული სიტუაცია, ჩვენ
ბავშვობაში სწავლობდით ესეთ მოთხრობას ქაჯანა. როდესაც ბავშვი შეაშინეს და მე დიდი ხანი ხმას ვერ იღებდა და ვეღარ მეტყველობდა. ჩემ პრაქტიკაში ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ ბავშვი არის ენურეზით დაავადებული, უნებლიე შარდვა ხამის განმავლობაში და რა თქმა უნდა, მშობლებისთვის დისკომფორტია და ხშირად ჯიან ბავშვებს და ესეთი ბავშვები მე ამ ყოველი უნებლიე შარდის მერე ენა ბორძიკსაც იწყებენ ხოლმე. დიახ, ძალიან ხშირად ენურეზი და ენის ბორძიკი არის შეჭიდული მდგომარეობანი და მებორძიკე ბავშვების დაახლოებით 25-30%, ანუ 1/3-ს სადღაც 5-6 წლამდე ყოველთვის ახასიათებდათ ეს ენურეზის მოვლენებით და ზოგადად სტრეს ფაქტორი ისეთი მდგომარეობის განვითარებაში, როგორც არის ენის ბორძიკი, პრაქტიკულად წამყვანი ადგილი უკავია, შემთხვევით 70% ძლიერ სტრესებს უკავშირდება და ძლიერ ემოციებს, ზოგადად შესაძლოა ეს იყოს დადებითი ემოციაც. ეხლა, როდესაც ამ ენაბორძიკობაზე ვსაუბრობთ ხოლმე, აქ არის ალბათ დიფერენცირება გასაკეთებელი. ეს არის საფონაციო აპარატის პრობლემა, ინერვაციის დარღვევა, თუ ეს არის ფსიქოემოციური სტრესის ბრალი, თუ რატო ხდება ესეთი დისკოორდინაცია, რატო ერთნი მეტყველებენ და ჭიკჭიკებენ რო იწვიან და მეორედ ზოგიერთ სიტყვაზე, ზოგიერთ ბგერაზე, ზოგიერთ ემოციურ განცდაზე ეწყებათ ენის ბორძიკი და უჭირთ აი ამ. დიახ. თქვენ აიბრძანეთ ეს დისბალანსია ეს და თანამედროვე შეხედულებით ენის ბორძიკი არის სწორედ თავის ტვინში მდებარე სამეტყველო ცენტრებსა და საარტიკულაციო აპარატს შორის იმპულსის გადაცემის დესინქრონიზაცია ხდება, ანუ სინქრონი ირღვევა და ზუსტად ამიტომ ეს ასახვას პოვებს უკვე მეტყველების ტემპისა და რიტმის დარღვევაში. ძალიან საინტერესო საუბრობთ, ცოტა ხნით შევისვენოთ სარეკლამო ჭრა გვაქვს და შემდეგ გავაგრძელებთ საუბარს. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, თქვენ უსმენთ გადაცემას რადიო მკურნალი, ვსაუბრობთ მეტყველების პრობლემებზე და ჩვენი გადაცემის სტუმარი არის მეტყველების განვითარების და კორექციის ცენტრ ლოგომედის დამფუძნებელი ექიმი ეკატერინე ჭავჭავაძე. თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ ტელეფონზე 22339 21839 და თქვენთვის საინტერესო შეკითხვები დავუსვათ ჩვენს სტუმარს. საუბრობთ ჩვენ ქალბატონო ეკატერინე, რომ საკმაოდ ხშირი გახდა ენაბორძიკობაც და ნებისმიერი ტიპის დარღვევები. და ესე იგი ზოგჯერ ამჩნევს მშობელი, ვთქვათ, რომ ბავშვი ყველა ბგერას სწორად ვერ გამოთქვას. აი ზოგჯერ სხვადასხვა ბგერები უჭირს რომ გამოთქვას და თulis რომ პატარა არაუშავს გაუვლის, მაგრამ ნუ ყალიბდება მე ნელ-ნელა ეჩვევა ბავშვი ამისთან ლაპარაკს და საკმაოდ მე ალბათ ძნელი ხდება მე მისი კორექცია. რჩება ზოგჯერ მთელი ცხოვრება ადამიანი დამახასიათებელი არტიკულაცია და მეტყველება. ამიტომ აი თქვენ როგორ გვიჩვევთ, როდიდან ჯობია რომ ექიმისთან ვიზიტი და გაამახვილოს მშობელმა ყურადღება. ნაკლებ პრობლემა ქონდეს ბავშვს. ეს ენაბორძიკობა და თქვათ არა სწორი მეტყველება მას აკომპლექსებს. მე ეს რა თქმა უნდა. მეტყველების რადიო მსმენელია თუ შეიძლება შემოვიდეს და მე ერთად გავცეთ პასუხს. ალო, გამარჯობა. გამარჯობა. გესმით ჩემი? დიახ ბატონო, ისაუბრეთ. ესე იგი შეწოდა არის მის შეწოდა ხმა. დიახ. განმეორებით თუ დარეკავს გავაგრძელოთ. მართ ბგერათა წარმოთქმასაც როგორც ჩვეულებრივ თვითონ მეტყველების ფუნქციის მთლიანად განვითარებას გააჩნია თავისი ასაკობრივი საზღვრები და მაჩვენებლები. ანუ ზოგჯერ მშობლები იმაზე უფრო ადრე გვაკითხავენ დამახინჯებული წარმოთქმის გამო, ვიდრე ეს ფიზიოლოგიურად არის მიზანშეწონილი. დაახლოებით 4 წლამდე ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი ბგერის დარღვევა ნორმად მივიჩნიოთ, თუ ამას თან არ ზდევს და თან არ ახლავს აი ბგერათა დამახინჯებული წარმოთქმის დროს არტიკულაციის სრული დამახინჯებაც. მაგალითად 5 წლამდე ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი დამახინჯება მივიჩნიოთ ასაკობრივად, განსაკუთრებით ეს ეხება ბგერა რ-ს,
მაგრამ როდესაც ბავშვი 4 წლის შემდეგ რომელიმე ბგერას ვერ ამბობს სწორად და გამართულად, მიზანშეწონილია ამას აქში ერთხელ მაინც ვაჩვენოთ მეტყველების თერაპევტს, რადგან გამოირიცხოს თანდაყოლილი ანომალიებით ხომ არ არის ეს ყველაფერი პროვოცირებული, სადაც უკვე 5 წლამდელოდინი არ შეიძლება. ისე გვეკავშირდება რადიო მსმენელი და გავცეთ პასუხი. გისმენთ ბატონო? გამარჯობა. ესე იგი, 3 წლის ნახევრის არის ბავშვი, ჩემი შვილი არის და ეს საუბარი უჭირს, ეს ხშირად უყვარს მუთლნების ყურება, ასე რომ ვთქვათ და ეს ნორმალურია, 3 წლის ბავშვი, ესეც უნდა საუბრობდეს კარგად და ყველაფერს გვირჩევთ, ან საგნო ვიყვანოთ, რომ ერთხელ მაინც ვაჩვენოთ ექიმს. თქვენ რამდენად აქტიურობთ ბავშვთან, წიგნებს უკითხავთ, ბევრს ესაუბრებით, ასე ირნებთ თუ მარტო? კი, როგორ არა, საუბრი და წიგნებს ახლა არ არის გზად მიჩვეული და არ გვიჩერდება, ესე რომ ვთქვათ, წიგნებთან და რას გვირჩევთ, როგორ მოვიქცეთ. მადლობთ. 3 წლის ნახევრის ბავშვი, როდესაც ვერ საუბრობს გამართულად, ამის მიზეზი შესაძლოა ნამდვილად იყოს მულტფილმების გადაჭარბებული ყურება, განსაკუთრებით თუ ეს მულტფილმები არის უცხო ენაზე გახმოვანებული. ზოგჯერ შესაძლოა საგანგაშო არც არაფერი არ არის და უბრალოდ არის, რაც დღეს ძალიან არის დამახასიათებელი მეტყველების ფუნქციის დაგვიანებული განვითარება, მაგრამ რაიმე საგულისხმო რომ არ გამოგვეპაროს, აუცილებლად საჭიროა რომ 3 წლის ნახევრის ბავშვი, როდესაც ვერ მეტყველებს გამართულად, ის უნდა შემოწმდეს როგორც ნეიროფსიქოლოგის, ისე ენისა და მეტყველების თერაპევტის მიერ. აუცილებლად რომ რაიმე არ გამოგვეპაროს. კიდევ ზარია ეთერში, გისმენთ ბატონო? ალო, უკაცრავად. გესმით? დიახ. ისევ მეგელაპარაკებით, 3 წლის ნახევრის არა, წლისა და 8 თვის არის ბავშვი. წლის და 8 თვის შემთხვევაში, ნუ გააჩნია მაგალითად რას ამბობს ბავშვი, თუ ის ცალკეულ სიტყვებს წარმოსთქვამს, აქვს თავისთვის რაღაცებს ლაპარაკობს, ანუ თუ შეუძლია მარტივი ორსიტყვიანი წინადადებებით საუბარი და რაც იცის მას მიზნობრივად იყენებს, მაშინ აქ საგანგაშო არაფერია. აბსოლუტურად არაფერს არ იძახს, ანუ თავისთვის ლაპარაკობს, მამას იძახს, რომ ჯერ ვერ მიუხვდით მემეძახის თუ საერთოდ იძახის თავისთვის. ისე რაღაცებს თავისთვის ლაპარაკობს. მაშინ სრული სიმშვიდისთვის მაინც გირჩევთ, რომ ერთხელ აჩვენოთ ენისა და მეტყველების თერაპევტს. მადლობა. ხო, ესე იგი მაინც რეკომენდაციები. კი, და წლის და 8 თვის ბავშვი ორსიტყვიან წინადადებებს მიზნობრივად, შესაძლოა ძალიან მარტივი წინადადებებით, მაგრამ მაინც უნდა აი ხო, უბრალოდ რო ყვებიან ჩვენი რესპონდენტები, მე პირდაპირ ხვდები და ჩვენ გვაკლია ჩვენს შვილებთან კომუნიკაცია, გვაკლია სიტყვიერი, რას ქვია, წიგნები არ აინტერესებს ბავშვს და კომპიუტერი მიეჩვია ამას უკვე. ეს ვიზუალური ინფორმაციას იღებს და სმენითი ინფორმაცია ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე ხედველობითი ინფორმაცია. და ამიტომ ის არ ვითარებს სწორედ ამ მეტყველების ცენტრებს. ამიტომ მაქსიმალურად ჩვენთან იყოს და ვესაუბროთ, ჯობია ბავშვს გავატაროთ სადმე, ვიდრე ჩვენ დავისვენოთ და ბავშვმა უყუროს. ზოგადად ძალიან პრობლემური გახდა ის, რომ მოხდა ლექსიკური მარაგის შეთხელება, ასე ვთქვათ, ჩვენი შვილები ძალიან გამარტივებული ენით საუბრობენ, სწორედ იმიტომ, რომ დღეს წიგნის კითხვის კულტურა პრაქტიკულად აღარ არის, მშობლებიც უარს ამბობენ ამაზე და შვილებიც. ამიტომ აი ძალიან მშობლები ნებდებიან, უბრალოდ რომ ასე ვერ წარმართავენ შვილის სწორად აღზრდის პროცესს. თუ არ იცის როგორ უნდა ასწავლოს წიგნის კითხვა, პედაგოგი არსებობს ამისთვის და სპეციალისტი და ფსიქოლოგი. მე მაგალითად ესე ვიტყოდი, რომ თუ გინდა რომ ბავშვი ნორმალურად განვითარდეს, იმას უნდა ასწავლოს წიგნის კითხვა. აუცილებლად, ხო, არც ერთი საშუალება ისე არ ანვითარებს არც მეტყველებას, აზროვნებას, ყველაფერს აზროვნება, ანალიზის უნარი, რაც არის, ეს ყველაფერი უნდა განვითარდეს წიგნთან ურთიერთობის დროს. ხო, ეს მცდარი შეხედულებებია, რომ ერთდროულად 3 ენა ასწავლე კომპიუტერის აუცილებელია. კი ბატონო, ასწავლეთ კომპიუტერი, მაგრამ ის ბავშვებიც, რომელიც არ სწავლობდნენ კომპიუტერს და განვითარდნენ და მოვიდნენ კაცობრიობა, აქამდე მოვიდა 20 წელია, რაც ეს კომპიუტერია, მანამდე ხო არ იყო.
და ნუ უბრალოდ აჩქარა ამ კომპიუტერმა და მაგრამ ბევრი რამეც გააფუჭა. დიახ, ძალიან ბევრი რამ. უპირველეს ყოვლისა გლობალური დეფიციტი გამოიწვია ურთიერთობის დეფიციტი. ჩვენ უფროსებიც აღარ ვურთიერთობთ უკვე ერთმანეთთან ისე. ალბათ ეკეთებინე მე სანამდე ჩვენ კიდე დავუბრუნდებით ამ პათოლოგიას ერთ რამეს ვიტყვი რომ მედიაც წოდავს მნიშვნელოვნად დღეს იღვრება ეკრანებიდან უწმაწური, უხამსი, საშინელი ლანძღვა გინება არამატო ვთქვათ პოლიტიკური წრეების, არამედ ფილმები პირდაპირ ყოველგვარი ტუს გარეშე უშვერი სიტყვებით ილანძღებიან და იგინებიან და ეს სიტყვები მეორე დღეს ბავშვები ითვისებენ მშვენივრად და ერთმანეთს მიმართავენ ასე. მე მგონი ეს რაღაცა სასწრაფოდ არის გასაკეთებელი. დიახ, მხოლოდ ის აკრძალვები, რაც მითითებულია იმ რაღაც კონკრეტულ გადაცემაზე, ოჯახშიც არ ხდება ამის გათვალისწინება და ბავშვები მაინც უყურებენ ან უსმენენ იმ ფილმებს. ამას მე მგონი აუცილებლად ჭირდება ცენზურა. ზოგიერთმა ქვეყანამ აკრძალა უწმაწური საუბარი და ესეთი ლაპარაკი, იმიტომ რომ ეს ამახინჯებს ადამიანს, ქცევას უმახინჯებს თლიანად. დიახ. დიახ, ეს სხვა სფეროებზეც ვრცელდება, ეს არა მხოლოდ მეტყველებაზე. ურთიერთობის სხვა სფეროებზეც ისახება. ახლა მეტყველების ყველაზე გავრცელებული მოშლილობა თქვენ განგვიმარტეთ დისლალია და ასევე დისლექსია. როდესაც ერთ შემთხვევაში არის ვერ გამოთქვამენ გერებს ალბათ სწორად და მეორე შემთხვევაში მეორე შემთხვევაში ჩვენ გვაქვს დასწავლის უნართან დაკავშირებული პრობლემები, როდესაც ბავშვს უჭირს წაკითხული შინაარსის გადმოცემა, წერასთან აქვს პრობლემები და მათემატიკური უნარები აქვს შესუსტებული. დისლექსია პირდაპირ მეტყველების დარღვევის სახე არ არის, მაგრამ დისლექსიის მქონე ბავშვები ძალზედ ხშირად ხვდებიან პირველ ყოვლისა მეტყველების თერაპევტებთან, იმდენად რამდენადაც მათ გარდა აი ამ სიძნელების სასირთულეების რაც დასწავლასთან არის დაკავშირებული ახასიათებთ ბგერების არევაც. ანუ შეუძლიათ სიტყვაში მარცვლები გადაანაცვლონ, რომელიმე ბგერა არ წარმოთქვან სწორად, სიტყვაში შეკვეცონ ბგერა შეგნებულად, აი ცალკე იმ ბგერის თქმა ბავშვს შეუძლია, მაგრამ სიტყვაში მას კვეცავს. აი მაგალითად მაგიდა შეიძლება თქვას დამა და ან რაღაცა ესეთი არასტანდარტული დარღვევებია, რა თქმა უნდა, მშობელს ამ შემთხვევაში გამიჯვნა უჭირს, რასთან აქვს საქმე და პირველ ყოვლისა ასეთი ბავშვები ხვდებიან ჩვენთან და ცოტა გულდასაწყვეტია ის, რომ დღეს დისლექსიის მქონე ბავშვთა რიცხვმაც საკმაოდ იმატა. უკანასკნელი მონაცემებით ყოველ მე-12 ბავშვს გააჩნია დასწავლასთან დაკავშირებული სირთულეები დისლექსიით პროვოცირებული და არა სიზარმაცით. მე მინდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხო, რომელიც ხშირად აწუხებს ჩვენს მოსახლეობას, ეს არის ენაბორძიკობა და მისი მკურნალობის მეთოდები. ახლა ჩვენ პატარები რო ვიყავით სკოლაში მოდიოდა ლოგოპედი, ამოწმებდა ჩვენ მეტყველებას და ვისაც ჰქონდა რაღაც ენაბორძიკობა, იმას რაღაც კორექციებს უტარებდნენ. აი რა არის ახალი დღეს ამაში? ბევრს აქვს ბავშვები, ზოგი ვერ გამოთქვამს ზოგჯერ სიტყვაზე ბორძიკდება და ჩერდება და არ შეუძლია ნერვიულობს მე. ენაბორძიკის მკურნალობაში ნამდვილად არის ბევრი სიახლე. უკანასკნელ ხანს არის ყველაზე მეტად გავრცელებული ეს არის კომპლექსური მკურნალობის მეთოდი, რადგან ენაბორძიკის შემთხვევაში ჩვენ საკმაოდ მრავალმხრივ დარღვევებთან გვაქვს საქმე, ამიტომ კომპლექსური მეთოდი ითვალისწინებს ყველა შესაძლო მიზეზის კორექციას, ნაწილობრივს ან სრულს. სიახლე პირველ ყოვლისა ეს არის სპეციალური კომპიუტერული პროგრამები, რომლებიც არის შექმნილი ენაბორძიკის სამკურნალოდ, ეს ითვალისწინებს თავის ტვინში მეტყველების ცენტრებს შორის არსებული, აი რაც მე უკვე ვახსენე, დესინქრონიზაციას, რომ ისინი მუშაობის ერთ რეჟიმში გადავიდნენ და ის უთანხმოება, რაც არის თავის ტვინსა და სამეტყველო აპარატს შორის, აღმოიფხვრას. სიახლედ შეგვიძლია მივიჩნიოთ აგრეთვე საკმაოდ სერიოზული სუნთქვითი ვარჯიშის სისტემა, რომელიც ამ შემთხვევაში ძალზედ რეზულტატიანია. არსებობს სხვადასხვა მიდგომები, ზოგადად ენაბორძიკი ეს არის ის დარღვევის ის ფორმა, რომელთან დაკავშირებითაც ყველაზე დიდი მითებია გავრცელებული.
გავრცელებული. აი მათი ჩამოთვლა უპირველეს ყოვლისა ის რომ ენა ბორძიკის მკურნალობა არ შეიძლება, იმიტომ რომ ენა ბორძიკი განუკურნებელია. ენა ბორძიკი განუკურნებელი ნამდვილად არ არის, მას იგი მკურნალობას ექვემდებარება, თუმცა სრულიად განკურნების პროცენტული მაჩვენებელი, როდესაც განიკურნება ადამიანი და მას აღარასდროს ეს პრობლემა არ შეაწუხებს, შედარებით დაბალია. ის დაახლოებით 35-40%-ია და ზუსტად ამას უკავშირდება ის, რომ მას განუკურნებელ მდგომარეობად მიიჩნევენ. გარდა ამისა, არსებობს მითი, რომ ენა ბორძიკი გადატეხის ასაკში თავისით გაივლის და მას მკურნალობა არ ჭირდება, რაც ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან გადატეხის ასაკში, როდესაც იწყება ნერვულ სისტემასა და ენდოკრინულ სისტემას შორის სერიოზული უთანხმოება, ასე რომ ვთქვათ, ენა ბორძიკი კიდევ უფრო მწვავედ იჩენს თავს, ვიდრე ალაგდეს. ზოგადად სპონტანური განკურნების შემთხვევები, ანუ თავისთავადი განკურნების შემთხვევებიც არის ძალიან დაბალი, ეს მაქსიმუმ შეიძლება იყოს 18-20% მეტია. მე მაგალითად მეინახავს ეს სიტუაცია, როცა ადამიანს აქვს ცოტა დაძაბული სიტუაცია, უცხო გარემოშია, ემოციური ფონი და ემართება ენა ბორძიკმა. ცოტა ერთი ოჩიკა რომ დაალიოს შეჭიქჭიქდეს ან ძალიან შინაურულ გარემოში, შეიძლება ხანდახან არც ეთყობა. დიახ, ხშირად ეს ემოციურ ფონს უკავშირდება. ეხლა მაინტერესებს ესეთი რაღაცა. არ არსებობს პრაქტიკულად ოჯახში, სადაც არ იყოს კონფლიქტური სიტუაცია, მაგრამ ახლა ესე ცოტა აზრზე მოსული და გაწონასწორებული ადამიანები არ აძლევენ თავისუფლებას, რომ ბავშვების წინაშე ხელჩართული ბრძოლა გამართონ და ჩვენონ ბავშვებს ის საშინელება, რომელიც არის მშობლების ჩხუბი. და ალბათ უნდა ვთქვათ ეს ხმამაღლა, რომ დღეს ბევრს ლაპარაკობენ ოჯახურ ძალადობაზე, რომ უსაშინლესი დარტყმა არის ბავშვებისთვის ეს. და მე არ უნდა გაგვიკვირდეს, არც ენა ბორძიკობა, არც ბავშვის უნებლიე შარდვები, არც სახლიდან გაქცევა და ზოგჯერ სუიციდი. აი უამრავ რაღაცას შესაძლოა ერთჯერადი ასეთი კონფლიქტური ფრაგმენტიც კი ერთჯერადი მხოლოდ გახდეს მიზეზი აი სერიოზული ენა ბორძიკის განვითარების. გარდა ამისა, თქვენ ახსენეთ ქაჯანა. ეს არის მუტიზმის შემთხვევა, ასევე მეტყველების დარღვევა. აი ეს ზოგადად მუტიზმის მქონე ბავშვებში სადღაც 80%-მდე ეს არის შეგნებული პროტესტი იმისა, რაც ხდება მის გარემოში და ხშირად ეს არის ერთი ან ორი მშობლის ან მათ შორის დაძაბულ ურთიერთობაზე ბავშვის პასუხი, რომ დამუნჯდეს და აღარ იკონტაქტოს მასთან. ასევე არის ენურეზიც, თქვენ წარმოვიდგინეთ, რომ ბავშვი შეიძლება დასაჯონ უმიზეზოდ და მერე ღამე მოვიდეს ენურეზე. მეორე დღეს დასჯიან, რატომ მოგივიდა ენურეზე და მერე ეს უკვე საშინელ გამყარდება კიდევ უფრო მეტად, გამყარდება და ბავშვი თითქოს ფიქსირდება ამ მომენტზე გარკვეული ესეთი ფიზიოლოგიური. ეს ჩვენ მშობლებს უნდა შევახსენოთ, რომ ბავშვს ბევრი სიტყვის შინაარს, მაგალითად არას შინაარსი პატარა ასაკში არის. კი, დღეს მით უმეტეს აკრძალვები ცოტა ნაკლებად ბავშვებს და ამიტომ როცა ჯიან ბავშვს უნდა გაგებინო რისთვის ჯიან, იმიტომ რომ ის რომ ღამე უნებლიე შარდვა მოვიდა ბავშვს ან და ვთქვათ არასწორად სიტყვას გამოთქვეს ამისთვის არც თავში უნდა წამოარტყა ბავშვს და არც ფიზიკურად დასაჯი, თორემ უარესი შედეგი მოყვება. ეხლა მაინტერესებს თქვენთან მოვთქვათ მოვიყვანეთ ბავშვი, რომელსაც აქვს რაღაცა მეტყველებითი პრობლემა. როგორ ხდება მისი გამოკვლევა? აი ერთ-ერთი პატარა პრაქტიკული მაგალითი გითხარით, რომ მე მგონი დაინტერესდებიან ადამიანები, მიმზიდველი გახდება თქვენთან ვიზიტი. ზოგადად რაც არ უნდა მრავალფეროვანი იყოს მეტყველებათა ფუნქციის დარღვევა, რაღაც ორ ძირითად ჯგუფად შეიძლება მათი გაყოფა. ეს პირველი, როდესაც მეტყველების ფუნქცია არის განუვითარებელი და მეორე, როდესაც მეტყველების ფუნქცია არის სათანადო დონეზე განვითარებული, მაგრამ მას გარკვეული კოსმეტიკური დეფექტები ახასიათებს. აი, აქედან გამომდინარე, უკვე პირველი ჩვენთან ვიზიტის შემთხვევაში იმიჯნება ზუსტად ეს, რომელი ჯგუფის დარღვევასთან გვაქვს საქმე. თუ რა თქმა უნდა ეს არის პირველი ჯგუფის დარღვევა, ანუ სადაც მეტყველების ფუნქცია არ არის სათანადო დონეზე განვითარებული, აქ ხდება ბავშვის მეტყველების ფუნქციის გამოკვლევა, ეგრეთ წოდებული დატესტვა, სადაც ჩვენ ვამოწმებთ ბავშვს მისი ასაკობრივი ნორმის შესაბამისად, რამდენად როგორ აქვს განვითარებული ლექსიკური მარაგი. რამდენად ახერხებს იგი მის ლექსიკურ მარაგის
თვისობრივ ხარისხობრივ კატეგორიზაციას. რამდენად შესაძლებელია აქვს თუ არა აგრამატიზმი, სინტაქსური აღრევები და შემდეგ საზღვრავთ მის სუსტ ძლიერ მხარეებს მეტყველებისას, ისაზღვრება ინდივიდუალური მოქმედების პროგრამა და მოქმედებთ ასე. რაც შეეხება მეორე ჯგუფს, სადაც მეტყველების ფუნქცია არის სათანადო დონეზე განვითარებული, მაგრამ ხარვეზები ახასიათებს, აქ ძირითადად ორ მდგომარეობას გამოვყოფდი. პირველი ეს ჩვენს მიერ უკვე რაზეც ვისაუბრეთ ლოგონევროზი, ანუ ენა ბორძიკი, სადაც დარღვეულია თავისუფალი მეტყველების ტემპი და რიტმი და მეორე დისლალია, ანუ მართლმეტყველების დარღვევები. მაგალითად მართლმეტყველების დარღვევებში ჩვენ გვაქვს გარკვეული ჯგუფის ბგერები, სადაც, როდესაც ბავშვს აქვს მაგალითად არ გააჩნია ბგერა კ, იქ აუცილებლად მას არ გააჩნია გ და ქ, ანუ ეს ერთად არის ეს სამი ბგერა. ხშირია რ და ლ-ს დარღვევები, ძალიან ხშირად. არის ცალკე სისინა და შიშინა ბგერები, მაგალითად, რასაც სიგმატიზმი ქვია და დისლალიების ყველაზე გავრცელებული შემთხვევა, ფორმა. სიგმატიზმით შესაძლოა იყოს ორმხრივი, ანუ დარღვეული იყოს როგორც სისინა, ისე შიშინა ბგერები, ან დარღვეული იყოს მხოლოდ სისინები, ან მხოლოდ შიშინები. სადაც დარღვეული არის ბგერა ს-ს წარმოქმნა, იქ თითქმის ყოველთვის არის დარღვეული ც, ძ, წ, ანუ სისინა ბგერების სხვა ჯგუფი. იგივე შიშინა ბგერების შემთხვევაში, ანუ მათი შემოწმება ხდება სპეციალური სავარჯიშოების საშუალებით, რათა უკეთ წარმოჩინდეს თუ რა მდგომარეობაში, რა პოზიციაზე, როგორ მარცვლებში, ღიაში, დახურულში, თანხმოვანთა რომელ კომპლექსებშია ეს ბგერები დათრგუნული, ისაზღვრება უბგერობა გვაქვს სრული თუ ნაწილობრივი დამახინჯება გვაქვს თუ დიფერენციაციის არევა. აი მაგალითად რ და ლ-ს ხშირად ურევენ, ხო? გარდა ამისა ხშირია ს და შ-ს არევა, აი საშლელი, სასლელი, შასლელი, სამშობლო, შაქრე არის მაპროვოცირებელი სიტყვები, სადაც შეიძლება ეს ყველაფერი წარმოჩინდეს. საერთოდ ჩვენ დედაენაში გქონდა ხოლმე ენის გასატეხები, რომელიც კარგად ავარჯიშებდა ბავშვებს. ქართული ენაში არის ბევრი ენის გასატეხი და ბავშვებს უყვარდათ ხოლმე მამამისი განმეორება და ეს ძალიან კარგია. ოღონდ აქ აი ეს მინდა ვთქვა მშობლებისთვის, როდესაც ბავშვი რაღაც ბგერას ვერ ამბობს, მშობელი პირდაპირ იწყებს მის თვითმკურნალობას ენის გასატეხებით, რაც არ არის სწორი. აი ეს არის სწორი. ენის გასატეხი, როგორ არის ტიპიური ბგერის კორექცია ითვალისწინებს ბგერის დაყენებას, ანუ ჩასმას, შემდგომ მის ავტომატიზაციას სიტყვებში, ჯერ მარცვლებში, სიტყვებში და წინადადებებში. აი რეალურად ენის გასატეხი ეს არის ბგერის ავტომატიზაცია წინადადებებში. ანუ პირდაპირ ხდება წინადადებები. ხო, დავამთავრეთ ყველაფერს მე რომ შემდგომ უნდა მოხდეს ეს და ბავშვი წვალობს და მას ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება უყალიბდება შემდგომ უკვე ენის გასატეხებისადმი და ზოგადად ლექსებისთვის. ამიტომ ჯერ უნდა ბგერა დაყენდეს, ბგერა ჩამაგრდეს და შემდეგ უნდა მოხდეს მისი გავარჯიშება ენის გასატეხების საშუალებით. ჩვენ ცოტა ესეთი კულტურა გვაკლია ხოლმე, თორემ ალბათ მშობლებსაც ტრენინგი ჭირდება, როდესაც ბავშვს აქვს ესეთი ნევროზული მდგომარეობა, ან და სწორად ბგერებს წარმოშობს, ალბათ ეს სპეციალისტებმა მშობელი როგორ უნდა ელაპარაკოს სახლში, როგორ უნდა მოექცეს ბავშვს, როგორ ავარჯიშოს და ეს ევროპის სხვადასხვა გარემო როგორ შეუძლია. აი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, იგივე ამერიკაში, ისრაელში, როდესაც ხდება მეტყველების, აი ბავშვი მიყავთ ენისა და მეტყველების თერაპევტთან, საშუალოდ 8-10 საათი ყველაფერი იწყება იმით, რომ თერაპევტი იწყებს მუშაობას მშობელთან. 8-10 საათი იწყებს მუშაობას მშობელთან და მხოლოდ შემდეგ ხდება უკვე უშუალოდ ბავშვთან მუშაობის დაწყება. ანუ წარმოუდგენელია მშობელთან თანამშრომლობის გარეშე, რა თქმა უნდა შესაძლებელია გარკვეული მარტივ და საშუალო დონის დეფექტების აღმოფხვრა, მაგრამ როდესაც არის მეტყველების მაღალი ხარისხით გამოხატული დარღვევები, იქ მშობელთან თანამშრომლობის გარეშე შედეგის მიღწევა შეუძლებელია. ჩვენთან სამწუხაროდ ბევრი მშობელი, ზოგადად ეს პრაქტიკა არც არის ეს რაღაც პერმანენტულად ხდება მშობლისთვის გარკვეული რეკომენდაციების მიცემა, რა გააკეთოს როგორ და მინდა ვთქვა, რომ მათი უმრავლესობა ამას არ ასრულებს. ძველი კლასიკური განათლების პედაგოგები აკეთებდნენ ასეთ რაღაცას. ესაუბრებოდნენ ბავშვს, თქვათ რაღაცას უყვებოდნენ, რაღაც ისტორიულ მომენტს ან ლიტერატურულს და თან ხელსაქმე. ხელის თითების საშუალებით რაღაცა ფუნქციის შესრულება. ეს შეუღლებული უნდა იყოს, თქვათ, ხელი ძალიან ძლიერ უკავშირს აკეთებს. ხელი ჩვენი პირველი სამეტყველო ორგანოა.
მოგეხსენებათ, ვიდრე ადამიანი ესე ჟესტურად მეტყველებდნენ, შესაბამისად განსაკუთრებით ხელის ბოლო ფალანგები არის მგრძნობიარე ამ ხრივ, თქოს რაღაც ინფორმაციის მიღების როლსაც თამაშობენ და ზოგადად ნერვული დაბოლოებების მხრივ საკმაოდ მჭიდრო ნეირონული კავშირი არსებობს ხელის ფალანგებსა და სამეტყველო ზონაში. ამიტომ ეს ძერწვა, ძალიან კრიალოსანის მარცვლა და ასეთი რაღაცები სტიმულს აძლევს. წამყვანი როლია განსაკუთრებით ცერათიც, აი ცერათიც აქვს განსაკუთრებით წამყვანი როლი და ენა ბორძიკის მკურნალობის ერთ-ერთი უამრავი მეთოდები არსებობს და ერთ-ერთი მეთოდი სწორედ ცერათითის წამყვან როლს ეფუძნება და ეს ერთგვარი სადირიჟორო მეთოდია, როდესაც საუბრის დროს პაციენტს ასწავლიან დაიხმაროს ცერათითი და ცერათითმა თითქოს მესაჭის როლი შეასრულოს იმისთვის, რომ მან დაუბრკოლებლად ისაუბროს. თქვენ ძალიან ბევრ კითხვას დაგისვამთ, ალბათ ჩვენ ბევრი უნდა ვისაუბროთ, რომ ეს უძირო ძალიან დიდი თემა მოწუროთ, მაგრამ მოდით, სანამდე ჩვენ გადაცემის ფინალთან მივიდოდეთ, ამ შეკითხვას ყველა დასვავს მეც როგორც ექიმი და ვთქვათ, ბაბუა და მამა ჩემი შვილებისა დაინტერესებული ვარ. სად მდებარეობს ტერიტორიულად ეს მეტყველების განვითარების კოლექციის ცენტრი და ბევრია თუ არა ასეთი განყოფილებები და ეს ქსელი რამდენად დიდია და ეს მეთოდიკები. და ვთქვათ, ადამიანებს პრაქტიკულად რაც შეუძლიათ რომ მიმართონ. ჩვენი ცენტრი, ან მეტყველების განვითარების და კოლექციის ცენტრი მდებარეობს სოლოლაკში, ეს თავისუფლების მეტროს უკან, სულხან საბას 4 ნომერში. ჩვენ როგორც მოგახსენეთ, ორი განყოფილებისგან შედგება, ეს არის მეტყველების ფუნქციის დარღვევის მქონეთათვის და საკორექციო განყოფილება. ჩვენი ცენტრი ჯერჯერობით ეს არის მეტყველების დარღვევებზე სპეციალიზებული პირველი და ჯერჯერობით ერთ-ერთი ცენტრია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს ჩვენს რეგიონში. დიახ. გვაქვს ფილიალი ბოლნისში, რა ვიცი, ვითარდება. საინტერესოა, როდესაც საქართველოს მცხოვრები, ვთქვათ, ან აზერბაიჯანულენოვანი, ან რუსულენოვანი ბავშვები არიან, ყავთ ესეთი სპეციალისტები, რომელთაც მათ აქვთ ჩვენ ცენტრში 5 ენაზე მიმდინარეობს მუშაობა, ეს არის ქართული, რუსული, ინგლისური, აზერბაიჯანული და სომხური, რადგან წარმოუდგენელია მეტყველების თერაპია ჩაატარო უცხო ენაზე. ვერ განახორციელებ მას უცხო ენაზე, ის უნდა განახორციელო მშობლიურ ენაზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, ახლა უცხო ენაზე მომუშავე სპეციალისტები ცოტა ნაკლები ყავს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, თუ მოგვაკითხავს ამ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი, ჩვენ მას მშობლიურ ენაზე ვუტარებთ მეტყველების თერაპიას. და კიდევ ჩვენ გვწება სულ რაღაც ნახევარი წუთი და ბოლოს მე მინდა თქვენ გთხოვოთ, აი რას ეტყვით, რას ურჩევთ თქვენ მშობლებს, საბოლოოდ თქვენი სიტყვა სანამდე თქვა ჩვენი დავემშვიდობებით ერთმანეთს. პირველი ველაპარაკოთ გამართული სალიტერატურო ენით. ჩვენი საალერსო სიტყვები ის რაც შეიძლება ენის მოჩლექვით თითქოს მოვეალერსოთ, გადავდოთ მომავლისთვის და რაც თავარია ეს მოდეს მშობლიური ენა და დაუმეგობრდეთ წიგნს. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ საუბრობთ მეტყველების პრობლემებზე, ჩვენი სტუმარი იყო ქალბატონი ეკა ჭავჭავაძე, კეთილი სურვილებით, გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ. ნახვამდის. გადაცემა მკურნალის სპონსორია ესენციალე ფორტე N. გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. მკურნალი. რადიო პალიტრა, ჟურნალი ოჯახის მკურნალი და მკურნალი ჯერ წარმოგიდგენთ გადაცემას მკურნალი. გვისმინე ყოველ 4 შაბათს 16 საათსა და 10 წუთზე. მოგწერე და იყავი ჯანმრთელი. რადიო მკურნალი, თქვენი ჯანსაღი ცხოვრებისთვის.